მოგესალმებით ჩემს YouTube არხზე. თქვენთვის ახალი წელია, მაგრამ ჩემთვის არის 31 დეკემბერი. იმედია, რომ ძალიან ბედნიერი ახალი წელი გვექნება ყველას და ყველა ოცნება და გეგმა რაც გვაქვს აგვიხდება. და იმედი მაქვს, რომ ბედნიერად შევხვდით ახალ 2025 წელს. დღეს გადავწყვიტე, რომ გაგიზიაროთ რა მივიღე საჩუქრად დაბადების დღეზე. 25 დეკემბერს მქონდა დაბადების დღე და ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე. არ ვიცი რატომ არის ეს შესაბამისად მიყვარს ახალი წელიც, იმიტომ რომ ეს პერიოდი ჩემთვის რაღაც ძალიან დიდ ბედნიერებასთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ წელს საკმაოდ ბევრი რამე გვიშლიდა ხელს იმისთვის, რომ შეგვეგრძნო ახალი წელი და შობა, მაინც ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს ბედნიერი დღეები გამოვიყენოთ, იმიტომ რომ იანვარი და თებერვალი საშინელი პერიოდი არის ხოლმე ჩემთვის, სეზონური დეპრესია, საშინელი ამინდი და ასე შემდეგ. მოკლედ, მივიღე საჩუქრები. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ძალიან მადლიერი ვარ ყველა ადამიანის, ვინც ჩემს ცხოვრებაში არის და საჩუქრები ნამდვილად არ მჭირდება იმისთვის, რომ მათი სიყვარული და ყურადღება მოგიგრძნო და აღვიქვა, მაგრამ მე თვითონ ძალიან მიყვარს საჩუქრების ჩუქება და მოკლედ გადავწყვიტე, რომ დღეს გაჩვენოთ რა მივიღე საჩუქრად. წელს ძალიან ბევრჯერ აღნიშნა დაბადების დღე. ცალკე ამერიკაში მე მოგზაურობის დროს და მე აქაც, მაგრამ ყველა ჯერზე მოკლედ საკმაოდ ვიწრო წრეში გამოვიდა ეს აღნიშვნა. ეს არის საჩუქრები, რომელიც ახლა უნდა განვუთო, თუმცა უკვე გახსნილი მაქვს და ნანახი მაქვს რა არის, იმიტომ რომ ვერ ვითმე ხოლმე, ძალიან სუსტრაფი ვარ. პირველ რიგში ქრონოლოგიურად მივყვევი ამერიკაში ყოფნის დროს ჩემმა მეგობრებმა მაჩუქეს Sephora-ს gift card-ი, რითაც წავედი შემდეგ შოპინგზე და შევიძინე რაღაც ნივთები. მაკიაჟის ვიდეო თუ გაქვთ ნანახი, იქ ვამბობ, რომ ვიყენებ Charlotte Tilbury-ს highlighters, რომელიც გადავწყვიტე, რომ მეორეჯერაც შემეძინა, თუმცა ვიყიდე პატარა ზომები, იმიტომ რომ ეს highlighter-ი დიდი ზომა დაახლოებით წელიწად ნახევარია უკვე მაქვს და ყოფნის, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პატარაც საკმარისი იქნება ცოტა ხანი მაინც. ეს ორი ცალი იყო შეკვრაში ერთად, ეს არის highlighter-ი და ეს არის blush-ი. კარგი კონსისტენცია აქვს, თუმცა blush-ის პიგმენტურობა ვფიქრობ, რომ Rare Beauty-ის უკეთესი არის. highlighter-ი რა თქმა უნდა ძალიან კარგია. ასევე შევიძინე Sephora-ს თვალის პალიტრა. ესე გამოიყვება, უკვე დავტესტე და დღევანდელი მაკიაჟი გავიკეთე აი ამ პალიტრით. სიმართლე რომ ვთქვა, ფერები ძალიან მომწონს, თუმცა გადანაწილებისთვის ცოტა ცუდი სტრუქტურა აქვს. ასევე შევიძინე ორი ცალი პომადა, ერთი არის წითელი ალუბლისფერი და მეორე არის ესეთი ვარდისფერი ღია ნეიტრალური ტონალობის. ასევე შევიძინე Sephora-ს საფიქსირებელი პუდრა, რომელიც არ წამომიღია, იმიტომ რომ მე შინოდა რომ გზაში შეიძლებოდა გამიტყდარიყო ჩემოდანში, თუმცა მაგას ალბათ ამერიკაში რომ ჩავალ მე დავტესა. გავაგრძელოთ. შემდეგი არის YSL-ის ესეთი საყვარელი პატარა ყუთი, რომელშიც არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სუნამო, რაც კიდევ მე მქონია და ეს არის Libre. ესეთი პატარა ზომა არის, ჩანთაში ჩასატებად იდეალური არის, უნივერსიტეტში სასიარულოდ და ასე შემდეგ. ყოველთვის თან წავიღებ ხოლმე და საოცარი სუნი აქვს, საოცარი ძალიან მიყვარს. ასევე ესეთი პატარა მინის ზომა პომადაც მოყვა, რომელიც არის ჩემი საყვარელი ფერი. გიჟდები წითელზე, Sephora-ში შევიძინე ესეთი ფერის პომადა, როგორც განახეთ უკვე და რომ ცოდნო და ალბათ არ ვიყიდე, იმიტომ რომ YSL-ი რა თქმა უნდა ჯობია. ეს პომადა ჯერ არ დამიტესტავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ლამაზი იქნება. არ ვიცი, ფერს კარგად თუ ხედავთ, არის იდეალური. ვფიქრობ ჩემი კანის ტონალობისთვის. ახლა გადავიდეთ ნიკას საჩუქარზე. მოკლედ ნიკა დაახლოებით 2 თვეა მეხვეწება, რომ რაღაცა ვუთხრა რა მინდა საჩუქარი და ერთად დავდიოდით, ვარჩევდით რაღაცაებს, თუმცა ვერასდროს ვერ მივიღე გადაწყვეტილება, იმდენი ხანი გამეწელა და ბოლოს მოგზაურობისას საფრანგეთში ერთ-ერთ Sephora-ში გადავწყვიტეთ, რომ მოდი დღეს ვიყიდოთ აუცილებლად ჩემი საჩუქარი და არჩევანი შევაჩერე Carolina Herrera-ს Good Girl სუნამოზე. არის ესეთი ვარდისფერი, ამ ბრენდს და ამ ხაზს მოკლედ რამდენიმე სხვადასხვა ტიპის სუნამო აქვს. მქონია ესეთი მთლიანად შავი, რომელიც არის, ასევე მქონია ოქროსფერი, რომელიც არის და ეს არის ჩემი მესამე სუნამო, Carolina Herrera-ში. უზომოდ კარგი სუნი აქვს, მართლა, ახლა დავისხი და დღემდე, რა ვიცი, ალბათ 1-2 კვირა გავიდა და
ყოველდღე ვსუნა იმდენად მომწონს. ასევე fun fact. მე და ნიკამ ქორწილში მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ შეგვეძინა ერთნაირი სუნამოები. ანუ მე ვიყიდე ესეთი ოქროსფერი და ნიკამ იყიდა კაროლინა ჰერერას იგივე ხაზის, ოღონდ მამაკაცის სუნამო. რომელსაც ქვია bad boy თუ არ ვცდები და ქალის სუნამოს ქვია good girl. და მოკლედ ერთნაირები შევიძინეთ, რომ ქორწილში და შემდეგ თაფლობის თვეში გამოგვეყენებინა ესეთი ერთნაირი და ერთმანეთთან შეხამებული სუნები. შესაბამისად, ამ სუნამოს როცა ვსუნავ, ყოველთვის ჩვენი ქორწილი მახსენდება და ძალიან დადებით და კარგ ემოციებთან ასოცირდება. შემდეგ გადავიდეთ. ტომი არის ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი ბრენდი და საჩუქრად მივიღე ესეთი ულამაზესი საათი. ვიდეოში მგონია რომ კარგად არ ჩანს ფერი, იმდენად ულამაზესი არის. ასევე საათზე ციფრების მაგივრად აქვს თვლები და უზომოდ ლამაზად ბრჭყიალებს და თვითონ ეს ციფერბლატიც ულამაზესი არის. აქვს ოქროსფერი ისრები და თვითონ საათს აქვს ვერცხლისფერი მეტალი, ამიტომ ნებისმიერი სამკაული შეგიძლიათ რომ შევხამოთ. ძალიან ლამაზია, ახლა გავიკეთებ. ხმა მაპატიეთ, ცოტა გაცილებული ვარ, მაგრამ ვცდილობ რომ არ შევიჩნიო, იმიტომ რომ ახალი წელია. შემდეგი საჩუქარი არის სიპარიდან. და ესეთი ლანკომის კოსმეტიკის ჩანთარი, რომელშიც იდო რამდენიმე თავის მოვლის საშუალება და ახლა განახებთ. ისე გამოიყურება. პირველი არის მაკიაჟის მოსაშორებელი რწე. ესეთი ჯერ არ დამიტესტავს ეს პროდუქტები, თუმცა აუცილებლად დავტესტავ და გაგიზიარებს თუ მომეწონება. დარც მომპრივარ რომ მომეწონება, მაგრამ მაინც. ასევე ეს ვარდისფერი არის ტონერი და ყველაფერი არის მშრალი კანისთვის, რაც იდეალურია ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან მშრალი კანი მაქვს და ასევე ზამთარში მით უმეტეს მისწრება არის. ისე გამოიყურება ტონერი. ასევე მოყვა სერუმი დამაახალგაზრდავებელი, რაც ძალიან საჭირო არის, იმიტომ რომ ჩემს დაბადების დღესთან ერთად ვივხვდი, რომ უფრო მეტად უნდა ვიზრუნო ჩემს სახის კანზე, რომ არ დაეტყოს ასაკისმეტყვა. ესე გამოიყურება ეს სერუმი. ასევე ესეთი კონცენტრატი არის წარბების და წამწამებისთვის, რაც ასევე ძალიან მჭირდება. და ბოლოს დამატენიანებელი პეპტიდებით. ესეთი. და ძალიან კარგი სუნი აქვს ყველა პროდუქტს. ძალიან სასიამოვნო სტრუქტურა. ასევე იყო შისეიდოს პროდუქცია. ასევე ერთ-ერთი, მოკლედ, დაახლოებით 3 ალბათ საყვარელი სუნამო მაქვს, რომელსაც ყოველთვის უბრუნდები ხოლმე. ერთ-ერთი არის Libre, რომელიც განახეთ, მეორე არის Good Girl, კაროლინა ჰერერასი და მესამე არის შისეიდოს Zeni, რომელსაც გიждები. ერთ-ერთი პირველი სუნამო არის, რომელიც ესე საოცრად შემიყვარდა და ნუ შისეიდოზე გიждები შესაბამისად. და ჩემს საჩუქარში იდო შისეიდოს ესეთი 2 პატუკა კრემი. პირველი არის sleeping mask კანის დამატენიანებელი, რაც ძალიან მჭირდება ზამთარში. და ასევე არის ღამის სამკურნალო კრემი. ესენი დავტესტე. რა თქმა უნდა, ერთი გამოყენებით ვერ მივხვდები შედეგს, თუმცა კონსისტენცია ძალიან მომეწონა და დილას როცა გავიღვიძე, სახე საკმაოდ კარგ მდგომარეობაში მქონდა, რაც ძალიან მიხარია. და შესაბამისად ჯერჯერობით ძალიან მომწონს. და ასევე ესეთი ტუში YSL-ის, რომელსაც ახლა დავიმატებ თან. გადავიდეთ New Trend-ზე. New Trend-დან მივიღე ესეთი საჩუქარი. ესეთი მაისურია. ულამაზესია, ძალიან მომწონს, ჯინსებთან ძალიან კარგი იქნება მეტყვი საფულში თუ. შემდეგი არის Arfoisi. ესეთი ჩანთა მივიღე საჩუქრად, ულამაზესი ფერია, ვიდეოში არ ჩანს, მე მგონი რამდენად ულამაზი ფერია. ასევე ძალიან მომწონს შეხამება ამ ორი ფერის, ყავისფერის და ალბათ საფილოსფერია ყველაზე მეტად მაინც ეს ფერი. ძალიან ლამაზი იქნება გაზაფხულზეც და შემოდგომაზეც და ნებისმიერ სეზონზე, რა თქმა უნდა. ასევე არის ძალიან ტევადი. და მოკლედ
ძალიან მომწონს, ვფიქრობ, რომ კარგად ჩაჯდება ჩემს გარდერობში და ბევრ რამეს შევუხამებ. და ახლა დარჩა მთავარი. მე მგონი ბევრმა უკვე იცით, იმიტომ რომ წინა ვიდეოშიც ვახსენე, მაგრამ საშუალოდ ასევე მივიღე ახალი iPhone-ი. ესეთი არის ჩემი ახალი ტელეფონი. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ რაც ვიდეოების გადაღება დავიწყე, ადგილი ძველ ტელეფონში აღარ მქონდა საერთოდ და დამცვალობდი. ამ ტელეფონს აქვს ძალიან დიდი მეხსიერება, ასევე რა თქმა უნდა აქვს ახალი ძალიან კარგი კამერა, რაც იდეალური არის კონტენტის შექმნისთვის. ძალიან მომწონს, ძალიან დიდი სიურპრიზი იყო, საერთოდ არ ველოდებოდი. არც უკვე კარგად შევიგუე, დაახლოებით 1 თვე არის გასული, რაც ვიყენებ, თუმცა მერი სეტინგები ჯერჯერობით ვერ დავაყენე ისე, როგორც საჭირო არის და ოპტიმიზაცია მოკეთ ვერ მოვახერხე. ამიტომ თუ რაიმე რჩევები გექნებათ, თუ როგორ დავაყენო, გამიზიარეთ, რომ შემდეგ ვიდეოებში გამოვიყენო, იმიტომ რომ ხანდახან ვატყობ ხოლმე, რომ იმდენად კარგი ხარისხი არ არის, როგორიც წარმომადგინა რომ იქნებოდა. სულ ეს იყო რამდენიმე ნიუც ვერ გაგზიარებთ, მაგრამ ძირითადი საჩუქრების ეს არის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემს ცხოვრებაში არის და ვინც ჩათვალა, რომ საჭირო იყო, რომ რესურსი ჩაედოთ ჩემს გახარებაში და ესეთი საჩუქრები აჩუქნათ. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან უზომოდ მომწონს ყველა საჩუქარი და იმედია, რომ თქვენთვისაც საინტერესო იყო. მოკლედ. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. ძალიან გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ეს იქნება თქვენი საჩუქარი ჩემ და მეებდების დღისთვის და საახალწლოდ. თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი გაქვთ, ძალიან მადლიერები ვიქნები თქვენი. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის თითოეული გამოწერა, თითოეული კომენტარი და ლაიქი. და მართლა ძალიან დიდხანს ვაკვირდები ხოლმე ყველანაირ ვიდეოს სტატისტიკას, რომ ნახო რა მუშაობს და რა არ მუშაობს. ამიტომ თუ რაიმე რჩევები გექნებათ, ესეც გამიზიარეთ ხოლმე, რომ შემდეგი ვიდეოებისთვის გავითვალისწინო. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს, რომ ძალიან ბედნიერი ახალი წელი გექნებათ ყველას და ყველანაირი ოცნება და გეგმა რაც გაქვთ აგიხდებათ 2025 წელს. თქვენც და მეც. დაალაიქეთ და კომენტარით და გააზიარეთ ხოლმე ჩემი ვიდეოები და გამოიწერეთ ჩემი არხი. დიდი მადლობა. დროებით.